იაპონიამ გაიგო, რო აღარ გვაქვს. არადაძლევს კომფორტი შევიქმნი. მზადება დაიწყეთ პროექტი ლეგიონისთვის. ბალდუს! რობოტებზე არ ჭრის, მაგ შელოცვაი. ისაო, მოკლედო, ბევრი შენობაო და ამტრიეთო და ამიტომ დანაშაული რო გამოისყიდოთაო, რობოტების წინააღმდეგ გამოძიებას უნდა უხელმძღვანელოთაო რა. კი ბატონო, რა პრობლემაა? ვირიშვილებო, რევას, მან რა გინდათო? ოჯახს გვეკ უნდა დაიბრიდე. მამა ჩემა კუბოს კი შეუკვეთა. ეგ მამა შენი არა, დროზე შემოდით. პრობლემა გვაქვს, დევიშვილს ბულდოზერი და უქირავებია სახლის გასანადგურებლად. შეაჩერეი მერე. 5 წუთი გადარჩა ბატარეის ბოლომდე ავსებამდე. პროექტი ლეგიონი უნდა ამოქმედდესა. და კოკე დროზე წრავა და ეს სახლი მიწასთან გაასწორე. პროექტი ლეგიონი იწყება. მა 1, 2 და 3 რაღაცა ხდება. მოგესალმებით, მე ანტონ კუტუწელია ვარ და გამოშვებას საშინელი ახალი ამბებით ვიწყებთ. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის დარსულაში, ვხედავთ გიგანტურ რობოტებს, რომლებსაც სავარაუდოდ რობოტთა ბაზები აქვთ გამყარებული. მათ წინააღმდეგ მიტანილი იერიშები უშედეგოდ მთავრდება. ისინი იგერიებენ ნებისმიერი ტიპის შეტევას. მე და ნიუტონ ჩაეტენე. ფოგიერა და ჩატენე ბომბი. ხანდახან რობოტები ნასროლ რაკეტებს ისხლიტავენ, რომლებიც ნაწილებად დაშლილი ქვემოცვივა და ერთი მომხვდა აიაგერა წყივში და რაღაცნაირად ეხაც მეწვის. თუმცა ეს ყველაფერი არაა, მიწაზე რობოტები დათარეშობენ, ზოგი ორიგინალი ფორმით, ზოგიც კი ადამიანად გადაცმული. თუ ხედავთ ადამიანს, რომელსაც შავი თვალები და წითელი გუგები აქვს, მაშინვე გაიქეცით. თუ ჯერ კიდევ სახლში ხართ, ეცადეთ დაცული ადგილი იპოვოთ. ჩვენი ტელევიზია მიწის ქვეშ დაცულ ადგილასაა და ახლა ამბებს აქედან მოგაწვდით. თუ ახლა გვიყურებთ, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. პიზდეც, სრული შეტევა დაიწყეს რობოტებმა. ჩუ, დავიმალოთ. სიგარეტი ჩააქვეო, იგიც ძვირიანი მაქვს მეგობრებო. მე ვუთხარი ამ ჩამყრი. მე რამდენი ესეთი რობოტი შეგხვდა. ესენი ალბათ სპეციალურად მოძრაობენ მიწაზე, თან ხმაურობენ, რომ ყურადღება მიიქციონ და მიხვიდე. ახლა დავფიქრდი, ისე და ამათმა რო ყველა ნაშა ჩაანაცვლონ, მერე რა უნდა ვქნათ. რავი? უნდა ვანძრიოთ ალბათ. მამენტ ისედაც ეგრე არ ვართ? კი, აი მაშინ კიდია. აი, მოკლედ დაცული ადგილი გვჭირდება, სადაც დავჯდებით და რამეს მოვიფიქრებთ. ამ სახლში შუქი არანთია, სავარაუდოდ არავინაა. წამოშევიდეთ. ფუ, კარი ჩაკეტილია. პანჯარა ჩავამტრიოთ ქვით და გადავძრევით. პანჯარას ხელი ბიჭო. ადამიანი ხარ? ადამიანი? ჩესტი გაინტერესებს? გიჟია მგონი, წავიდეთ. ცოტა ხნით შემოგვიშვით რა, დაცული ადგილი გვჭირდება გეგმის მოსაფიქრებლად და წავალთ. ოზები ხო არ ხართ? არა? მეთქი, ოზები არ იყვნენ თქო, მაგათ სახში ვერ შემოუშვებთ, სუდათ არ გამიგოთ რა, ქურდობა მინდა, პამიდორი მენატრება. კი, გვესმის. შემოდით, თქვენს გარდა სხვა ბავშვიც მოვიდა ცოტა ხნის წინ. ტურამ, თან წაიღე, ჩვენი პლანეტაც თან წაიღე. აი უკვე ისე ჩვეულებრივად ვარ, აპოკალიფსი რო იწყება, ვაფშე დროსი კითხვა არ ვია, რომ მაგას ვფიქრობ. პირველ რიგში ნუმღერი როცა ვმედიტირებ, ჩემ ბიოველში იჭრები და მე მეორე, აპოკალიფსი არ გეშინია და მეგრელებზე ეგრე გიფართხალებს გული? მიფართხალებს არა შალახოც ეყავს კიდე. ჩუმად, ხმა გესმით? მე ვისლოქედი და შამანის ხმა, დავუძახოთ, კაცო, იქნებ ახლა მაინც მივკურნალოს. არა პოლიკ, მოიცა. ჩუმად იყავი, ხმა არა მოიღო. ფეისბუქზე გამიქეთეთ მითხრა. ოი, დიშლა ყოფილა. არ არსებობს. მე რა ვთქვი? სხვა იმრავლისი მიტეტაო. სულ ატეტაო.
ნახამ გაგწოვა. რაქნა? გაგწოვა. ნუ კაი, მითხარი რა ფლომასტერებს ისუნთქავ, მეც მომინდა. კეთილსინდისიერი ცხოვრების გარდა არაფერს არ ვისუნთქავ მე. აქ ვერ დავრჩებით. რესურსები გჭირდება. ჯობია ვიმოძრაოთ და უკეთესი ადგილი ვიპოვოთ. კაი ხო წავიდეთ. ისე შეთვის ის ისტორია მომიყოლია პაჭოს რო ტრაქში ქვიშა შეეყარა. მაუგლი. აუ, ოღონდ თქვენ არა. ოღონდ თქვენ არა. კაი დამშვიდი ბიჭო, პოლიკა არაა ჩვენთან ერთად. ნუ პოლიკა თუ არაა, კიდე არა უშავს. თავარი შარი ეგაასო. შენ აქ საიდან მოხდი? როგორც თქვენ, ისე მეც. შიშით, ოდიალით და არასწორი გადაწყვეტილებებით. ნუ გასაგებია, სახლში კიდევ არის ვინმე ბატონო? არა, არც ცოლი, არც შვილი ან რამე? სჯობს მარტო ხელამგელი იყო, ვიდრე ხვარი ფარაში. იასნა, არც მე არ ვაპირებ ცოლის მოყვანას. რა დროს ეგ არის? სანამ სიწყნარეში ვართ, აბა? რას ვაპირებთ? ჩვენ? ხო, ჩვენ, აბა ვინ? თქვენ სულ ეგრე ფიქრობთ ხოლმე? რამე რომ მოხდება, აბა, სამყარო გადავარჩინოთო? აბა რა უნდა ვქნათ? რავი ძმაო, აცადეთ მსოფლიოსაც. იქნება ჯარი გამოგვყავს, იქნება მეცნიერები ფიქრობენ და გეგმებს სახავენ. თქვენი უცნაური ეგოა რა ეგ, რომ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ყველაფერი. რამდენად დიდი გმირის თუ მესიის კომპლექსი უნდა გქონდეს, რომ არ შეგეძლოს უბრალოდ წყნარად დაჯდე და გადარჩენას დაელოდო. მაგიტო ხართ სუშარში. ნეტა ერთი რა იცი რა, ადრეც რომ წყნარად დამჯდარიყავით, ახლა ცოცხალი არ იქნებოდი, მაგრამ ახლა ცოცხალი ვარ და ჩემს მოკლას რობოტები ცდილობენ. დიდი მადლობა ღმერთო და პაჭო. თუ არ გინდა ნურაფერს იზამ რა. თქვენ სამაზრზე ხართ? მე იმგვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ რჩევია, გლის მგლობა წესია. არა, ისე თქვენ თუ გინდათ დარჩით. რავი. კაი და რა გეგმა გაქვთ აბა? მოკლედ, რობოტები ორჯერ დავამარცხეთ. ერთხელ მოჯადოებული ჩატლახური დიალოგით, მაგრამ მე კარტი პოლიკას ჰქონდა და აზი არ ვარ საწაიღო. მანამდე კი მაუგლი შენც იქ იყავი, გახსოვს? პოლიკას ჩამნაცვლებელი რობოტი აკუსტიკის გიტარებით რომ გავთიშეთ. და ეგ გიტარები სადაა ახლა? ჩემს პადვალში. მაგრამ სახლამდე გზა საკმაოდ შორია და სახიფათო. ბატონო, სახლში არაფერი გაქვთ, რითიც თავს დავიცავთ, ან ფიცრები, ან ბარი, ან რა ფიცრები შვილო? იარაღები მაქვს. მგელს იარაღი არ უნდა, მაგრამ თუ საჭიროა, გაისვრის. ისა რა მაინტერესებს, იცით? აი, ადრე მგლის ფოტოებზე რომ რაღაც ტექსტებს აწერდნენ ხოლმე, თქვენ ხომ არ იყავით ეგ? პოლიკ, მაგის დრო ახლა? რა ლაპარაკია გითხრა 21 საუკუნეში? ისე აქავრობა კაი ნალეწია, ეთყობა ბომბი ჩამოვარდა ან რამე. ნუ გოტრონი. ტრაქტორი? ამას მე არ ვაკეთებ. რას არაკეთებ? რა იმას მისტიურობ და პროფესორობ დოქტორი? რას არაკეთებ? გოიმივით არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ სატრაქში ვართ. ნუ გოტრონმა დამჰაკა. ჩათვალე ვირუსი გაგვიკეთეს. კორონა? რა კორონა ბიჭო? ქსელში ვართ. ჩათვალე ლაბირინთია და სანამ გასასვლელს არ ვიპოვით, სხეულში ვერ დავბრუნდებით. აბა ახლა ისევ ქუჩაში ვიგდივართ? კი, თან დაუცველები. რობოტებმა თუ მოგვაგნეს დამთავრდა. ამ ვირუსის მიზეზი ზუსტად ეგაა, რომ დრო მოიგონ და ჩაგვანაცვლონ. ნუ მე დამიჭირო შენ ჩაგანაცვლონ. ლაბირინთის ტიპის სქემები ჩემთვის უცნობი არაა. ამიტომ ჯობია გასასვლელის ძებნა დავიწყოთ, რაც მალე დავბრუნდებით ჩვენ სხეულში, მით უკეთესი. ვინ არის ეს პროფესორი? არ წაიღო ტვინი? წავიდე ძმა, მე წხვდები, რა წმინდა ამდენი ახსნა. ბიჭო, გაიოს და ნუ გოტრონი ვინ არის? აი, მამა შენი ვინც ჩაანაცვლა, თავარი რობოტი. ხო. რობოტოს, ეს რა ადგილია? არ ვიცი, პოლიკ. მოდი ვეღადაოთ ვინმეს. ბოლოს დედამიწაზე როდის იყავი? არც მახსოვს ბოლოს აქ როდის ვიყავი. მოდი აი. რაზერჩი ჩემასკებ შენ ხوار გაღაშღაშებს. დროზე მოგდევენ გონი. ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრათ, მე სპორტული მანქანა კი არ თუ შენ ფუტკარი ზე დაისვი. ვინმე ჩუმად ვიდეოებს გვიღებს თუ? როგორ გავიგო ეს ყველაფერი? ვითვალ თვალები. ერთი არის და სამი რა აღარ ვცადეთ, ტვინი გამისკდება სადაც არა. ამ პატარა მოსიარულე რობოტებს კი ვერევით, მაგრამ ეს ბაზები დიდი რობოტების ქვეშაა და იმათ ვერ ვუყერყებთ ვერაფერს. თან მაგრად მშია. ეს ომია ბატონებო. ცხოვრების მანძილზე არაერთ ომში ყოფილვარ. არ უნდა მოდუნდეთ ეხლა და არ უნდა მოეშვათ.
იმიტომ რომ ომში კაცს ანკლავიან, ანტყდენ. და შენ რო გიქნეს? მე მომკლეს. მოკლედ ასეთი რაღაც მოვიფიქრე მე, რადგან ჩვენი მდიდ რობოტს ვერაფერს ვუხერხებთ და მათ ბაზებს ვერ ვანადგურებთ. მოდი ჩავბარდეთ. რა? ხა, თვითონ აგვიყვანენ ბაზაზე და მე იქ ვიჩალიჩოთ რამე. აფსუს, წამომიღო ჩემი 4-იანის ბაზა შიგნიდან, გადაულიდი, გადაბუხავდი. და იქ რა უნდა ვიჩალიჩოთ? ბიჭო, მარტივი ლოგიკაა, თუ გარედან ვერ ანგრევ, შიგნიდან დაანგრიე. კარგი, მაშინ დავყაროთ იარაღი და ჩავბარდეთ. კაი. მოკლეთა თქვენ სიშტერესა ბოლო არა აქვს. ჰა? ხო გინდოდათ ჩაბარებაი. ხო და არ გაინძრეით ახლა. და რობოტი ხარ ბიჭო? რობოტი ვარ, მა. რა გაგიჭირდა ესეთი ეს ტრაკის სახიანი დევი რო არ ჩაგენაცვლებინა? თქვენა თარსულას ბაზაზე გაგიშვებთა. აქა მაინც ტყუილა ხართ. შედითა. ბატონო ემაილ, გაიოს? რამდენი ხალხია? დევი აქა? დევი, ბატონო დევი? არა, აქ არა. 1 2 3 საჭანდაბაშია კი მარა ეკაცი. აქ სად ჩამოვედი? ნუგოტრონს მუღალადის ნახვა ძალიან გაახარებს. დირე, აჭო, კიდევ კარგი მოხვედით. ადამიანებო, დაპირისპირებას აზრი არ აქვს, ხელები აწიეთ და ჩავბარდით. კაროჩე, უნდა დავხოცოთ? მე იქი არაფერს ვერ ამოვიღე, სადაც ვერ გავისვრი. რავი, ფეხებში რო ესროლოთ? ადამიანებო, ჩვენ ვერ გავიკლავდებით, ზედმეტად სუსტები ხართ. მე არ მოვითხოვ სიყვარულს, მაგრამ პატივისცემა მოგიწევ. ეს რა ვნახე ბიჭო? ვინ მიღებს ამ ვიდეოებს, ან რა TikTok-ები იყო ეს? TikTok-ზე ჩემი თავი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ისმინე პოლიკ. ძალიან უაყვევი მაგაზრებს, კაი? ნუგოტრონის მოფიქრებული იქნება, რომ ჭკუიდან გადაგვიყვანოს და შოკის გამო გზა ვერ გავაგრძელოთ. არა მგონია ვინმე გვითვალთვალებდეს. ნუგოტრონი. დაუძახეთ ისლამ უგზარა და ეგ იქნება რა. ნუგოტრონი არა ის. მაგრამ ბიჭო, ისეთი ვიდეოები იყო, მაგ დროს ნუგოტრონის სულ არ იყო აქ საიდან ეცოდინებოდა, ჰა? აგერ კიდე შეხედე რა დათარსულები ეპიზოდი 7 რა ხდება? დამშვიდდი ბიჭო, დამშვიდდი, არა ყვე მაგაზრებს. გასასვლელი რომ გამოჩნდეს, ამ ყველაფრიდან ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანოთ. რაზე აბა? კიდე ხუმრობა გითხრა? ორიგინალი გაიოზი, რო ხუმრობას ამბობდა, ირგვლივ მცენარეები ჭკნებოდნენ სირცხვილისგან. ერთხელ კი ნაღამ ხედა მეცა თავში. არა, მე უკეთესი ჰუმორი მაქვს. აი ხო, ნუ მიდი, იხუმრე. სად სვამს ამაღლებული ადამიანი ჩაის? სად? ჩაში. რომელმა იხუმრა? პოლიკ, დაბრუნდი? ვა, მეგრელო? მადლობა ბაჭო, გადაგვარჩინეთ. რობოტოზმა ისე იხუმრა, რომ მატრიცა ჩამოგვემხო თავზე. აქ ძალიან ბევრი გვიტევენ. ჩანდაბა ნახე, იქიდანაც მოდიან. გინდა გითხრა რა იღადავა ამ ბრიქვმა? რა დროს ეგა? არა. მისმინე. საცვამს ამაღლებული ადამიანი ჩაის. სად? ჩაში. რომელმა იხუმრა? აითა ხო, საკმარისიაი. ისლამ უგზარა. რა საჭიროა ირო? ჩვენი მხრიდან და თქვენაირი რესურსი გავწუროთ. ნუ დაგვახოცინებთ თავსა. მეწოხოდნენ სკოლაში ბედინას განგსტერს. ეგეზე. ტრალია! გასაგებია. სხვა გზას არ ვიტოვებენ. დაუმიზნეთა. რომელი ჯობია ზე? უჟენ, მე მინახულა ღმერთმა. ასე მითხრა. კონსენსუსი დოგმატასება. რატო დადალებ მარტო ქუჩებში? ან რასაკეთებობენ ქუჩებში გუდებში? მე მუხარი ღმერთო, შენ ერთადერთო
ბაჯიკა, კონცენტრაცია მოიკრიბე და ჩემს სახლში წაგვიყვანე. არ მოგიტყნა. აუ, ჩემი რაგასულია. ჩემს სახლში წაგვიყვანე, პორტალი გახსენი. ვერა, მეც ვერ დავლევ. შანსი არა. პორტალი. ეგ არის, წავედით. გიტარები დავითრიოთ. რატო? დაწანწალებ მარტო კუჩებში, ან საკეთებნელ უბნებში კვდებზე. ამათვის ხედავს. ჩემი თვალები. კომოტობა, ისა სნაიპერი მინდა. სნაიპერი? ხო, თან აი შორმანძილზე რო ისროდეს რა. კარგი, ამოდოზე ასიტყვია. სნაიპერი 480-ზე ერთ-ერთი საუკეთესოა თავის არმეში. ანუ ამით ერთი შენობიდან მეორეზე თქვათ, ანუ მართლა, აი თქვათ, ერთი შენობიდან მეორეზე რო ტიპს ვესროლო მიაღწევს? რა მიზნი ყიდულო ვიარავს მეგობარო? თავდასაცავად. ხო, თავდასაცავად, აბა, დიჟები ხო არ ვართ, რომ იარაღი ვიყიდოთ და ვინმე სპეციალურად ვესროლოთ. ხო, კი. კაი, მოდი მაგ იარაღს ავიღებ და კიდე რა მაინტერესებს, იცი? რამე ისეთი ტყვიები არ გააქვთ, აი რომ მოხდება ტიპს და რომ დააძინოს რა. კი, აი ტრაკულიატორი გვაქვს. ეს ვისაც მოხდა ძმაო 2 წელი კომიდან ვერ გამოვა. თავდასაცავად გინდა ხო ნამდვილად? კი, თავდასაცავად აბა. კარგი, არაა პრობლემა. უბრალოდ იარაღის ტარების მოწმობა დამჭირდება და ფსიქოც რომ მომწე. ასევე ნასამართლეობის ცნობაც ჩვენ პლანეტაზე ითხოვენ და ხუმრობ, კაცო, ხუმრობ. იარაღს რო ასე ნორმალურ ტიპებზე ვყიდეთ ჩვენ და უსამართლო ხალხს არ ვატანდეთ, ამდენი დანაშაული ასე ჰაერიდან კი არ მოვიდოდა. ახლავე შეკითხუთავდა გაგატან მეგობარო დამელოდე. კაი, მადლობა. რა უცნაური ხალხია. უი, შუქი წავიდა. გაუმარჯოს. კურიოზი. შემთხვევით რაღაც პლანეტაზე გავიჭედე. სავარაუდოდ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები უკვე შეამჩნევდნენ, რომ გავქრი და ჩემს გადასარჩენად მოვლენ. აბა. მაცხოვრებლები არ არიან ცუდი ხალხი. რაღაც საჭმელს მაძლევენ, რომელიც სულ ყვირის. არ ვაპირებ ჭამას. ვიდეოების გადაღება გადავწყვიტე. თარსულაში რომ დავბრუნდები, ამ ვიდეოებს ავტვირთავ და მილიონობით გამომწერი მეყოლება. იქნებ ეგრე მაინც ვიშოვო ფული. პოლიკას ვალი მაქვს თან 63 ლარი. ტუალეტები არ არის. საერთოდ. როგორც აღმოჩნდა, ეფსიკელები არ იმას შვებიან, მაგრამ მე რა ვქნაბე? 3 დღეა. მოკლედ თუ ეს ვიდეო უცებ შეწყდა, იცოდეთ რომ ზუსტად იმას ვაკეთებ, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. აქამდე ვერავინ ვერ შეამჩნია, კი მაგრამ რომ გავქრი, დანაბრაზდები, წინს უბრალოდ. თან საჭმელი არის შოვება აქ საერთოდ. ლოკალურ რელიგიას შევუერთდი. უფასო სენდვიჩებს არ იგებდნენ თორეგან არამე. უბრალოდ სენდვიჩი იყო კარგი, მშიოდა და მარტო ვარ და ეს დასაცმელი საკმაოდ კომფორტულია. თან რჩეულ ნომერ 47-ს მეძახიან. აბა, ვაფასებს ხალხი. მნიშვნელოვანი პერსონა ვარ. ჩემი მსხვერპლ შეწირვა სადეს. ხომ, მაგრამ კიდევ იმ სენდვიჩზე ვფიქრობ, რომ მაჭამეს მქონი ცოცხალი იყო. ახლა ისევ საჭმლის გარეშე დავჭი. მაგრამ ვიცი რომ საკუთარი თავი არ უნდა დავკარგო და ცუდ აზრებს არა უყვე. ყვირა და საჭმელი ვჭამე. ყვირილი შეწყვიტა, როცა გააცნობიერა, რომ არ ვკუმრობდი. ისე მაგარი ბანძი გემოქონდა. 10-დან ასე 6-7 დავუწერდი. არავინ მოდი ხარ საშველად? ბიზნეს დავიწყებ, დავითარცები. ფიშლა ტიპები არ მევაცები. მაშებს ავყრი და მოვდებ სკოლას. თელი თარცულა მაფასებს ხოდა. სტერეოტიპებს რომ მივსელებე. თარცულელები მასულელებენ. სუთასულები, თავსგასულები. შაუ ჩვენზეა დათარცულები. კაიგაი 27. დათარცულები. მეგრელების ბრალია. დათარცულები. დათარცულები.